საღამომშვიდობისა სტუდია მაესტროს პირდაპირ ეთერში თქვენს ინფორმირებას იწყებს კულტურისა და შოუ ბიზნესის სფეროში ყველაზე ანალიტიკური გადაცემა კვირის ინფორმატორი, რომლის ანონსიც დღეს ასე გამოიყურება. 16 მარტს სპორტის სასახლე მაყურებელს ვერ იტევდა. კვირის ინფორმატორის სტუმრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავა და პროდიუსერი ნატო დუმბაძე. თბილისის პანტომიმის თეატრი დანგრევას გადაურჩება. კვირის საინტერესო სიახლეების ვიდეო კოლაჟი. სტუდიის სტუმარი ფოტორეპორტერი გოგა ჩანადირი. როგორი იყო გასულ კვირას სამამულო ბეჭდური მედია? ტელეპორტრეტის გმირი ქირურგი ივა კუზანოვი. არც ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ სპორტის სასახლის კედელზე გაჩნდა რუსული ესტრადის ქართული სახელისა და გვარის მქონე წარმომადგენლის სურათი, რომელიც კონცერტზე იწვევდა თბილისელ მაყურებელს. ირაკლი ფირცხალავა საკმაოდ სოლიდური სატელევიზიო და რადიო პრომოუშენი ჩაუტარდა და 16 მარტს სპორტის სასახლე მაყურებელს ვერ იტევდა. ის რომ სპორტის სასახლეში ასეთი რამ მოხდებოდა, ეს პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ძალიან კარგად იცოდა. თუმცა ამას სავარაუდოდ ნაკლებად მოელოდა თავად ირაკლი ფირცხალავა, რომელიც სწორედ ასეთი მასშტაბური კონცერტისთვის გამოიხმეს მშობლიურ საქართველოში, სადაც გამოსვლასა და სიმღერას თავად მომღერალი დიდხანს ფიქრობდა და თქვენ წარმოიდგინეთ ნატრობდა კიდეც. მოკლედ დიდი ხნის სურვილი არა მხოლოდ ირაკლი ფირცხალავას აუხდა, არამედ ქართულ მსმენელსაც, რომელმაც როგორც წესი აგერ უკვე მე რამდენად პრაქტიკულად შტურმით აიღო სპორტის სასახლე, სადაც ქართული წარმოშობის რუსეთის პოპ ვარსკვლავი ეგულებოდა. სამუშაო აქ საკმაოდ მძიმე იყო, რა თქმა უნდა, და ირაკლის დათანხმება კიდე ირაკლისთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული საქართველოში მის სოლო კონცერტი. ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი და რა ვიცი ძალიან მაგათ ნერვიულობ, იმიტომ რომ თბილისში გამოსვლის წინ როგორც მე მგონია нервиулობს любой артист волнуется, потому что здесь своеобразная публика, которая разбирается в музыке. А у меня это удваивается, потому что это мой родной город. მოკლედ ფირცხალავას ცნობილი მარშრუტი ლონდონი-პარიზი ახლა თბილისში გაგრძელდა და საკმაოდ შთამბეჭდავად დასრულდა. ამ ყველაფრის ინიციატორი კი პროდიუსერი ნატო დუმბაძე იყო, რომლისთვისაც რუსული შოუ ბიზნესი და საერთოდ ჩრდილოური მუსიკალური სივრცე როგორც წესი ძალიან კარგადაა ნაცნობი. ფირცხალავას კი დუმბაძე თბილისში ჩატარებულ კონცერტამდე ძალიან კარგად იცნობდა. ეს ნაცნობობა იმ დროიდან მოდის, როდესაც თბილისში ჯერ კიდევ უცნობი ფირცხალავა ჯგუფ ტეტ-ა-ტეტში მღეროდა. მოგვიანებით კი იგი უკეთ ფაბრიკას ვიოზდის შედეგად გაიცნეს. დღეს იგი ვარსკვლავია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოშიც, სადაც მის ჰიტებს დიდი მონდომებით უსმენენ და მღერიან კიდეც. ამ ყველაფრის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული თავად მომღერალი, რომელსაც სპორტის სასახლეში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მსმენელის წინაშე გამოსვლამდე ასეთი განწყობა ჰქონდა. Для меня совершенно все равно выступать перед какой аудиторией по количеству. Если это будет даже 10 человек, для меня я получаю удовольствие и от этого. Я выкладываюсь на 159%. Мне очень приятно, что в Тбилиси собралась большая аудитория. Это для меня просто момент счастья. თუმცა მისი შიში ნამდვილად არ გამართლა და სხვათა შორის ფირცხალავამ იცოდა ისიც, რომ здесь меня любят, поддерживают. Эта поддержка ощущалась еще там, на всяких программах и так далее. Интернет такие сообщения я получал, что это было шок для меня. И для меня было неожиданно. Поэтому я сделал здесь концерт, потому что я знал, что люди ждут. და ამიტომაც თბილისში მთელი თავისი შემოქმედებითი არსენალით და 4 მოცეკვავით ჩამოვიდა. რაც შეეხება მთავარ ჰიტებს, რომლებიც მსმენელმა კონცერტზე მიიღო, ისინი ირაკლის გასული წლის ოქტომბერში გამოსული ალბომიდან ლონდონ-პარიჟი იყო ამოკრეფილი. თუმცა სპეციალურად ქართული პუბლიკისთვის ირაკლიმ უფრო მეტად იზრუნა. Я не мог не сделать песню на грузинском. Мы сделали песню на грузинском, и так как и старые песни.
так осуществили новую песню. Она была написана на самом деле от сердца, от души, потому что частые воспоминания о детстве, ностальгия о Тбилиси и о старых детских друзьях навеяли на именно такую тему. И я исполнил своим хорошим другом Джабой Карселадзе песню, которую вы сегодня услышите. ერთი თვისზე უკვე დაიგებმა ეს უეტი, ანუ მე უკვე ვიცოდი ერთი თვისზე, რომ რეპრესიასაც უნდა მიმღერა ამ დღეს. უბრალოდ ძალიან დიდხანს გავიქცევა მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ რომ სიმღერის შერჩევა საკმაოდ რთული იყო, იმიტომ მაინც ძალიან ძნელი როდესაც ორი მამაკაცი სიმღერის დუეტს სიმღერის ტექსტის არჩევა ხო საერთოდ ძალიან პრობლემაა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ვიწოდეთ, მაგრამ საბოლოოდ მივედით რაღაცა კონსენსუსამდე და ავარჩიეთ საუკეთესო. ძალიან ახლო მომავალში გვინდა რომ კლიპიც გადავიღოთ. კონცერტისთვის მზადება ნატო დუმბაძემ საკმაოდ მოკლე ვადებში მოამთავრა. საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ ამავე პროექტისთვის დუმბაძემ საქმეში თავისი მომღერლებიც ჩართო. მათ შორის ჯაბა ქარსელაძე, ბუკა მანაგაძე და ჯგუფი სეიშენი, რომლებიც სცენაზე ირაკლი ფირცხალავასთან ერთად კონცერტის დასაწყისშიც გამოჩნდნენ და ამავე კონცერტის საფინალო ეტაპზეც. მოკლე ვადებში მოხდა საერთოდ ყველაფრის ჩაწერა, ანუ ირაკლი მუშაობდა მოსკოვში, პარალელურად ჩამოიტანა აქ, იმიტომ რომ სეიშენს აქ უნდა ჩაეწერა ხმები, ანუ როგორც შევძელით ისე გავაკეთეთ, მაგრამ მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ესეთი რაღაც ბევრს არ უმართლებს და ისე მე ძალიან ბედნიერი გამიმართლა და მასათო თქვი ვარ, იმიტომ რომ ეს და ირაკლი ძალიან დიდი ბედნიერი რომ ჩემ მეგობარი გახდა. მოკლედ 16 მარტს სპორტის სასახლეში დიდი ხმაური მეტნაკლებად მშვიდობიანად დასრულდა. ამავე კონცერტის შემდეგ, რომელიც პროდიუსერ ნატო დუმბაძის ანგარიშზე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის სახელი ჩაიწერა, გაირკვა ისიც, რომ მას კიდევ ერთი სერიოზული გეგმა აქვს განსახორციელებელი. სწორედ იგი აპირებს თბილისში მომღერალი სირიოგა ჩამოიყვანოს, რომლის ჩორნი ბუმერსაც საქართველოში ლამის უკვე მშობლიური ჰიმნივით მღერია. და თუ ეს პროექტიც სპორტის სასახლეში ჩაიტვირთება, მაშინ წინასწარ უნდა მოემზადოთ და იზრუნოთ. ხოლო თუ BMW-ს ტიპის ავტომობილი ყავს, მაშინ ორმაგად მოგიწევთ სერიოგას თბილისური კონცერტის შესახებ ჩაფიქრება. კონცერტისკენ მიმავალ გზაზე კი თან ყოველი შემთხვევისთვის მომხიბლავი გოგონებით გაიყოლეთ. თამე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემი სტუდიის სტუმრებს, ესენი გახლავთ მომღერალი ირაკლი ფირცხალავა და პროდიუსერი ნატო დუმბაძე საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ დაძაბული რეჟიმის მიუხედავად ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები. მე მაინტერესებს როგორია განწყობა. რა თქმა უნდა, საკმაოდ წარმატებული კონცერტის მერე ძალიან ამაყები იქნებით, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე რაღაც ისეთი, რაც მაყურებლისთვის რჩება შეუმჩნეველი, თუმცა ორგანიზატორთა შემსრულებლად თუ რაღაცა აქვს ხოლმე შიგნით, თუ არის რამე ისეთი, რაც ბოლომდე ვერ გააკეთეთ. ირაკლი მოყვება თუ როგორ მოვედით კონცერტამდე? ძალიან ძნელი იყო ყველაფერს გაკეთება და ძალიან ნერვიულობდით და სიცხე მომეწია 2 დღის წინ კონცერტამდე და მაგრამ нормально, меня подняли доктора, слава богу. И поэтому я нахожусь сейчас в Тбилиси, потому что наконец-то я выздоровел. А мало ехал в Москву на Цавиде. У меня совершенно шок от того, что я увидел. Я просто влюблен. Я не ожидали этого? Я ожидал, что придет народ, я ожидал, что будет хорошо, но не до такой степени. К сожалению, я не очень доволен собой, потому что был немножечко болен, но я надеюсь, что я не последний раз в Тбилиси. И приеду еще раз, и уже с более новой программой, еще с более большой программой, и мы еще обязательно увидимся. И когда это произойдет? Об этом сложно в данный момент говорить, вот, но я знаю как бы очень много моментов, связанных с концертом, как положительных, так и отрицательных, и 100% удовлетворения у меня нету. Вот, но я безумно благодарен той аудитории, которая пришла. Я не ожидал такого. Хотя я 100 раз говорил об этом, что я чувствую поддержку моих соплеменников там, в далекой северной стране. Каждый раз, когда побеждаю в каких-либо хит-парадах, потому что мне все время говорят, что очень было много звонков из Тбилиси, из Грузии. Вчера я лежал в кровати, еще больной, и видел, как мой клип занял первое место на золотом граммофоне. Эту победу я посвящаю только вам, тбилисцам и грузинам. Спасибо огромное. Нато, როგორ გადაწყვეტეთ, რომ ჩამოგეყვანათ ირაკლი ნებისმიერი აი ამ ხელა მასშტაბის კონცერტი საკმაოდ დიდი რისკია. რომელი ალღო კარნახავდათ, რომ ეს კონცერტი ესე გაამართლებდა? არა, ну თავიდან დაიწყო ყველაფერი იქედან, რომ მე და ირაკლის გვინდოდა იმ ფაბრიკის ჩამოყვანა, სადაც ირაკლი მონაწილეობდა.
ანუ მთლიანად ყველა მონაწილე. მთლიანად ყველა მონაწილე, რა თქმა უნდა, ირაკლისთან ერთად, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში არ არსებობენ სპონსორები. ანუ დამფინანსებლები ვერ ვიპოვეთ და მე შეთავაზე ირაკლის რო ჩამოსულიყო სოლო ალბომით. მაშინ ირაკლიმ თქვა, რომ ეს ალბომი მზადდებოდა, უკვე მიდიოდა ბალანსი, ეს იყო სექტემბრის თვე, ანუ როცა მიდიოდა უკვე აი იმ პროექტში последний геройში. ანუ და აი იმის შემდეგ უკვე გვესაუბრა ირაკლის სოლო კონცერტზე. ну ის არა მხოლოდ მომღერალი იყო ირაკლი ამ კონცერტში, მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ორივე ორგანიზატორები ვიყავით და მე მგონი переодолели. Да, ну, во-первых, конечно же, в первую очередь я сейчас на себя не беру организаторские моменты, потому что я певец, и всю организацию проводила, конечно же, надо. Я, может быть, как-то участвовал в этом, но не более того, всю организацию был занят. Но немножечко я заметил вот рекламное, вот это, то, что спорт. Там было сказано, что Надина было желание участия Сейшина и Буки. Нет. Вот это как раз-таки все наоборот. От меня была инициатива. Იმიტომ რომ ქართული სიმღერები რო ჩავწერე, мრავალხმიანები სიმღერები არიან და соответственно мне надо было с кем-то петь, потому что я сольно пою. И спросив с Сейшинами, мы познакомились еще в прошлый мой приезд и пели и выпивали за застольем неоднократно, просто так, не сговариваясь. Я сразу понял, что с этими пацанами я буду записывать песню, исполнять песню в Тбилиси. Так что вот так вот. Რაც შეეხება ჯაბას და სეიშენის აი ამ ორ დუეტს, ეს როგორც ჩანს არ არის ერთჯერადი მხოლოდ ამ კონცერტისთვის, ხო, როგორც ჯაბამ აღნიშნა, ამაზე კლიპიც გაკეთდება. როგორ იქნება ეს პროცესი? ირაკლი იქნება მოსკოვში ბიჭები. მოსკოვში გადაიღებს თუ ირაკლის ჩამა? არა, ჯაბა გულისხმობდა ვიდეო ვერსიას, იმიტომ რომ ირაკლი მოსკოვში, ჯაბა თბილისში ცოტა ეს კლიპიც ესე ვთქვათ, ну, არ ვიტყვი რომ ეხა ისეთი გადაღებული იქნება. მაინც ჩვენ გვირჩევნია რომ ვიდეო ვერსია იყოს. და შეეხება სეიშენის ის ასევე. არა, ეს იქნება ვიდეო ვერსია მთლიანი ირაკლის სოლო კონცერტი და შემდეგ ჩვენ ამას დავკრებთ. Сейшинами это было именно концертное, да, мы лайв дали именно на концерте. А эта песня საქართველოს ძალიან მოეწონა ფაძეებს და შეიძლება ჩემ ახალ ალბომში აუცილებლად იქნება, მაგრამ არ ვიცი სეიშნის ხმები დარჩება თუ არა, მაგრამ სიმღერა აუცილებლად დარჩება. და აი ფაძეები ვახსენეთ, მე მინდა თქვენ გითხოთ ძალიან ხშირად გაჟღერდა რადიო ეთერის თუ პრესის ფურცლებზე, რომ ნატო დუმბაძე ირაკლი ფირცხალოს პროდიუსერი საქართველოში. მე მაინტერესებს ეს არსებობს ოფიციალურად. ჩვენ უბრალოდ ვართ მეგობრები. В первую очередь Ната Думбадзе это мой старый друг. А во-вторых, это человек, который после того, как я ей позвонил и сказал, что я очень хочу сделать концерт, мой концерт здесь, и она также мне звонила с таким же мнением, она в первую очередь как самый компетентный человек, которого я знаю в Грузии, который организует концерт, это организатор концерта. Мы также еще, я думаю, что неоднократно будем сотрудничать, потому что нас связывает не только профессиональные моменты. Вот, но так как единственный эксклюзивный продюсер у меня это Макс Фадеев. და მე მაინტერესებს როგორ მოხდა თქვენი და მაქს ფაძეევის მოლაპარაკება. ანუ ირაკლის ჩამოყვანა თქვენ მას შეუთანხმეთ თუ ირაკლი თავად წყვეტს ამ შემთხვევაში? ირაკლი თავად წყვეტს თავის პროდიუსერთან, ანუ ეს ყველაფერი იწყება მეგობრობით, მაგრამ თავდება სერიოზული პროექტით. Макс Фадеев, он в первую очередь занимается музыкой. И в бизнес у нас есть целая огромная компания, которая занимается непосредственно администратированием там, и так далее. Он в эти дела как бы не влезает. Он творческий человек, его нельзя озадачивать чем-то другим, не отвлекать, о чем вы говорите. ირაკლი, მე მინდა ვისაუბროთ იმაზე, რადგან ალბათ უფრო ნაკლებად საუბრობთ ხოლმე. მე ვიცი რაღაც გარკვეული პერიოდი თქვენი ბავშვები საქართველოში ცხოვრობდით, მე არასოდეს. არ გიცხოვრიათ საქართველოში. მოსკოვში დავიბედე და გავიზარდე, ხო. ანუ უბრალოდ წარმომავლობ. ჩამოდიოდი არდადაგებზე მარტო. და რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა? აი ესე სერიოზულად როდის შეუდექით რო პროფესია? უკრავ სკრიპკაზე, დავდივარ მუსიკალურ სკოლაში. ბავშვობიდან მღეროდი მე. არა, სერიოზულად პროფესიულ სცენაზე მხოლოდ ფაბრიკიდან დაიწყო თქვენ? არა. ჯერთი ბავშვობაში მღეროდი вхоре я пел профессионально. С 16 лет, наверное, я записывал свои записи в студии профессиональные. Была группа Тет-а-Тет, популярна очень в России.
В Грузии она стала известной, наверное, с песней «Чем отпылись колокола», ремейки гавакатить. А в России мы были очень популярны в свое время. Вот. და შემდეგ უკვე იყო ფაბრიკა. რაც შეეხება последний герой сам проектზე რას გქონდა? როგორც ჩვენ ძალიან გიყვართ ექსპერიმენტები საკუთარ თავს. Да, что хотите узнать про последний герой? Ну, что, как было все это? Было очень сложно, потому что первые 3 дня я ничего не ел. Попали, концепция была такова, что участвуют бывшие участники «Последнего героя» и бывший участник «Фабрик звезд». Меня, как одного из участников «Фабрик звезд», позвали туда, я не мог отказаться, потому что я люблю такого рода. Я очень хотел увидеть океан, я очень хотел побывать именно в той атмосфере, где у меня не будет ничего, связанного с цивилизацией. И я не пожалел об этом. Было интересно? Очень. ნატო, ქართველი მაყურებელი დამეთანხმებსმენელი დამეთანხმებით, რომ არის ძალიან პრეტენზიული და აბსოლუტურად გულწრფელად პირდაპირ გამოხატავს ხოლმე თავის აზრს. მე მაინტერესებს თქვენ რა შეფასებები მიიღეთ. რა თქმა უნდა, ირაკლის აუცილებლად ეტყოდნენ კარგს, მაგრამ თუ იყო რამე ისეთი, თუნდაც უარყოფითი გამოხმაურება. უარყოფითი გამოხმაურება მხოლოდ იყო ის, რომ ძალიან ბევრი ბილეთიანი ვერ შემოვიდა და შემოვიდა ძალიან ბევრი უბილეთი. აი რატომ ხდება? აი როგორ გაცხონდა აგვიყვარს რატომ ხდება და მაშინ მე უნდა დავჯდა სქემები ვხატო და тоже пару слов скажу на этот счет. Я столкнулся здесь в Тбилиси, к сожалению, с каким я хотел затронуть, да, ну издалека затронул. Не думал, что мы зайдем об этом речь. С многими теми вещами, с которыми я сталкиваюсь в первый раз. В первую очередь, я понимаю, что экономическое положение страны таково, но я был удивлен ценами на билет. В России ни на одном концерте моем билеты так дешево не стоили. Но мы пошли на это необходимый шаг, потому что мы хотели этот концерт подарить всем тбилисцам, чтобы это им было доступно и так далее. Но более для меня удивленный момент был то, что вот я услышал, что очень огромное количество людей не смогло пройти на мой концерт. Это я бы извинился перед людьми, но, по-моему, передо мной еще должен извиниться кто-то должен, потому что я такой же пострадавший. У меня настроение было полностью испорчено, когда я узнал об этом, потому что мои поклонники не попали ко мне на концерт. А во время концерта вы уже узнали? Да. Я уже до выхода на сцену об этом узнал. И это не наша вина. Мы даже оправдываться не имеем, то есть не имеем права оправдываться, потому что я не виновен, что здесь некомпетентная охрана, что он так странно себя ведет. Я не виновен, что у нас некомпетентные здесь люди, которые работают очень странно. Более того, НАТО не даст соврать. У нас был концерт под угрозой срыва и до начала концерта, и во время концерта. Почему? Лично к ней подходили и угрожали включить свет. Но не будем об этом говорить. Я по-любому извиняюсь. И я думаю, что это не наш не последний концерт здесь. И мы еще обязательно встретимся, увидимся, еще лучше будет, и все будет хорошо. И напоследок, какие у вас планы? Планы, запись песен новых. Планы, я прилетаю в Москву, и в начале апреля будет сниматься новый клип на песню «Капля абсента», который исполнялся здесь, в Тбилиси, для вас. Ну и работа дальше, концерты. Я надеюсь, что, может быть, в мае месяце мы приедем сюда уже. Точно, 25 мая. Сюда приедет «Фабрика звезд», я думаю, что я... ეს უკვე დაგეგმილია და უკვე ვიცით ამის შესახებ. Да. И я очень надеюсь, что я тоже здесь буду. И я не хочу заранее ничего говорить, я думаю, что всему свое время, и все обо всем все узнают. Вот. Я уезжаю сюда с прекрасным настроением, если бы не вот этот инцидент, да, но я безумно жажду встречи еще раз здесь, в Тбилиси, с тбилисской аудиторией, потому что я влюблен. Как и весь мой коллектив, который вы видели. აქვე მე მინდა ნატას გეგმებზე ვისაუბროთ. მე მაინტერესებს თქვენ გეგმებზე ვისაუბრებთ, მოდი მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველას. პირველ რიგში თქვენ ტელეიმედს, ყველა იმ მხარდაჭერს, ვინც გვერდზე მედგა, რა თქმა უნდა, ნაციონალურ ავიახაზებს რომ ჩამოაფრინა ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანები. და აი თვითონ ჩემ მეგობარს ეს არის ჩემთვის მთავარი, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბის კონცერტი ვერ გაკეთდება თუ გვერდზე ესეთი კარგი ადამიანები არ გიდგანან და
რაც შეეხება გეგმებს, კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჯაბას და ირაკლის სიმღერა არის ავთობადუაშვილის, მას დიდი მადლობა, ბექა ნიკოლაიშვილის სტუდიას დიდი მადლობა, იმიტომ რომ 3 დღე და ღამე გავათენებინეთ და არ ვიცი თუ ვინმე გამომრჩა, ყველას ძალიან დიდი მადლობა. და ირაკლის გარეშე რა გეგმები გაქვთ? ანუ მე მაინტერესებს თქვენი მომღერლები თუ გეგმავენ რამე სიახლეებს, ეს არის ჯაბა, სეიშენი, ბუკატიკა. გეგმავენ სიახლეებს, ოღონდ ამას ჯერ არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჯერ გაკეთდება ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე მსმენელს შემდეგ მივაწვდი, იმიტომ რომ არ მინდა ეს განმეორებითი აი ამას ვაკეთებთ, ამას ვაპირებთ. ეს ყველაფერი ჯობია ვაკეთოთ წყნარად და მშვიდად, მაგრამ გარდა ამისა პარალელურად აპრილში, 22 აპრილს იგეგმება უკვე თქვენ გააჟღერეთ, დიდი მადლობა ამისათვის, სიროგას კონცერტი და ალბათ ისევ ყველა. იწყება მომზადება ახლა შემდეგი კონცერტისთვის. და მე დამავიწე იანი მაგუინის პრაისიც აფუტბოლი, მე როგორც გავიგე ძალიან დიდი გულშემატკივარი ხართ ფეხბურთში. 26-ში აქ ვარ თამაშს. და კიდე დიდი мадლობა მინდა ვთქვათ для тбилисским врачам, которые меня подняли на ноги. Спасибо всем, абсолютно всем, большое спасибо всем. Они сами приходили, сами беспокоились очень, сами звонили, потом состояние Иракля спрашивали. Всем большое спасибо Дворцу спорту, зал, что они. Вам, зрители, в первую очередь, большое спасибо. მე კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მოსვლისთვის, იმისთვის რომ მოგწყვიტეთ, მე მგონი წვეულებიდან არა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს დარჩენილი, რომელსაც ხვალ გაიგებთ, დღეს არ გავაჟღერებთ. კიდე რაღაც სიურპრიზებს უკვე კონცერტის მერე სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ. სიურპრიზი არ არის, ეს იქნება ერთ პროექტს არ დავარქვე, მაგრამ საკმაოდ კარგი საქმე, რომელიც ალბათ ხვალიდან გაჟღერდება. საინტრიგავალი და? ველოდებით. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ირაკლი ფირცხალავა და ნატა დუმბაძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ახლა კი კვირის ინფორმატორში რეკლამის დრო. მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას კვირის ინფორმატორი. როგორც იცით, სათქმელის გადმოსაცემად ყოველთვის სიტყვა არ არის საჭირო. უმეტეს შემთხვევაში სიტყვებზე უფრო ზუსტად მიმიკით, ჟესტიკულაციით, პლასტიკითაც შეიძლება გადმოსცენ ნებისმიერი გრძნობა, იქნება ეს დიდი სიხარულიანი თავწერელი, ტკივილი, სიყვარული, სიძულვილი, ოცნებები და ემოციები. მოკლედ, საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც პანტომიმის თეატრში დადის, ამაში უკვე დარწმუნებულია, თუმცა მე რაღაც გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ თბილისს გააჩნია საკმაოდ სერიოზული საპანტომიმო დასი, რომელსაც არაერთხელ გაუტანია ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და გაუოცებია ძალიან ისეთი დიდი თეატრალური კულტურის მქონე ქვეყნების მაყურებელით. სწორედ ამ თეატრის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს გთავაზობთ ახლა კვირის ინფორმატორში. პანტომიმის თეატრი, რომელსაც მაისში 40 წელი უსრულდება და რომლის ხელმძღვანელი და საერთოდ დამაარსებელი ცნობილი მიმი ამირან შალიკაშვილი უკვე დიდი ხანია ცდილობს იგი აი ამ შენობაში და აი ამ პირობებში მაინც შეინარჩუნოს, როგორც იქნა ხელისუფლებამ დააფასა. ისე კი ამირან შალიკაშვილს ამ შენობის შეკეთებასა და საერთოდ პანტომიმის თეატრის გადარჩენის შესახებ ზუსტად იმდენივე მიმართულებით, იმდენი მიმართვა აქვს დაწერილი, რამდენი ხელისუფლებას თავად ქვეყანას ჰყავდა. თუმცა მსახიობსა და რეჟისორს მხოლოდ ბოლო ჯერზე გაუმართლა და მისი თხოვნა გასაგები მხოლოდ რევოლუციურად მოსული ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა. მოკლედ შალიკაშვილი და პრეზიდენტი როგორც იქნა ერთ ენაზე ალაპარაკდნენ. ენაზე, რომელსაც ამირან შალიკაშვილი დიდხანს ეძებდა, რადგან პანტომიმით ანგნებავთ დუმილის პოეზიითა და პლასტიკით წინა ხელისუფლებას ვერაფერი გააგებინა. ფული გამოყოფილია, უნდა დაიწყოს თეატრის რეკონსტრუქცია, ფული არის. მაგრამ ეხლა უნდა მშენებლებმა მომაქციან ყურადღება, რომ მოვიდნენ, თორემ მე ფულს არ მოვკიდებ ხელს, ეს ფული უნდა ჩაიდოს თეატრის რეკონსტრუქციისათვის. ეს თეატრი უნდა იყოს ძალიან ელიტარული. და თუ ამირან შალიკაშვილს მშენებლებშიც გაუმართლებს, მაშინ პანტომიმის თეატრი სრულიად განსხვავებულ სახეს მიიღებს. სახეს, რომლის მსგავსად ცნობილი მიმი ვერც მაშინ წარმოიდგენდა, როცა მის განცხადებას ყურადღებას არ აქცევდნენ და ვერც მაშინ, როცა წარმოუდგენელ პირობებში ყველაფერთან ერთად მაინც თეატრის რეპერტუარზე ფიქრობდა. ჩვენ 3 საათიანი სპექტაკლები არ გვაქვს, 2 საათიანი არ გვაქვს. ჩვენ 1 საათი, საათი და 10 წუთი, ნუ ახლა თუ ვინას მოუნდება მეორე განყოფილებასაც ვითამაშებ და აი იმის შემდეგ თეატრში უნდა
ჰქონდეს საშუალება ახალგაზრდობას დაჯდეს, ისაუბროს, შეიძლება მსახიობებიც გამოვიდნენ, მეც მოვიდე. მიხვდით, აი რაღაც სხვანაირი უნდა იყოს. და თეატრი საერთოდ მე ჩემი აზრით, ეს არის ოჯახი. ეს არის იცით როგორი, აი როგორც უნდა იყოს მოწყობილი ოჯახივით. და ოჯახში ხო იცით რომ მიიღებთ, როცა უკვე მიირთმევენ, თქვა და დანაყრდნებიან, მერე უნდათ გავლა, იქ ვარიანტაზე გავლენ, აქეთ და აი ასეთ უნდა იყოს თეატრი ჩემი. თეატრი, რომელიც არაერთი წელი უჩიოდა უყურადღებობას, თანაც არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, ამიერიდან სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. მოკლედ თბილისის თეატრებში დაწყებულ სარემონტო სერიას ამიერიდან უკვე პანტომიმის თეატრით შეუერთდება, რომელშიც ახალი ხელისუფლების დახმარებით უკვე სერიოზულად ფიქრობენ შენობის შერემონტებასა და უკეთეს პირობებზე. ასე რომ ცნობილი ქართველი მიმის ამირან შალიკაშვილის მრავალწლიანი თხოვნა მხოლოდ ახლა შესრულდა, მართალია ცოტა დაგვიანებით, სამაგიეროდ საფუძვლიანად. რემონტის შემდეგ ჩვენ გვექნება ერთი დარბაზი აქვს ზევითა სართულზე და ერთი დარბაზი ქვევით. ორი დარბაზი დაგვემატება. რემონტი მიხარია ვერ ვიტყვი, დაჟე მიხარიაც არ არის, ეს ჩემთვის რაღაც უფრო ზევით არის, იმიტომ რომ უკვე აღარ შემეძლო რა, აქაურობაზე უკვე ალერგია მქონდა, იმიტომ კი არა რომ რაღაც პროსტა იცნო შენობაზე და იცნო ამ ჭურჭლზე და აი ამ მსახიობების და ხალხის ჩვენი მეგობრები არიან სულ და სულ მოყვარს ძალიან და ამათ გულისთვის მოვდიოდი რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად მოვედი და ერთად უნდა ვიყოთ. უკეთესი იქნება, სპექტაკლებიც უკეთესი იქნება. ამიჯერეთ, იმიტომ რომ ჯერ მარტო აი ეს სიტუაცია ფსიქოლოგიურად მოქმედებს ადამიანზე რა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ყველაფერი დაალაგებული რო გაქვთ თბილად, სამუშაო პირობები გააქვს რა. ანუ უფრო მეც იმუშავებ. ამირან შალიკაშვილი, რომლის ანგარიშზეც არაერთი თაობის გამოზრდა ირიცხება, არაერთხელ საუბრობდა იმაზეც, რომ მისი მოსწავლეები ამ თეატრის დღემდე შესარემონტებელ კედლებს დასავლეთის ქვეყნებში კომფორტულად მუშაობას არჩევენ, ანუ პრაქტიკულად გარბიან თეატრიდან. თუმცა ამ მხრივ დღეს მის ტონში განაწყენება უკვე ნაკლებად შეინიშნება, რადგან გრძნობს, რომ პანტომიმის მიმართ ინტერესი ახალგაზრდებში მაინც აშკარაა, ანუ თუ ერთი თაობა მიდის, აუცილებლად მოვა მეორე. ამასთან საბჭოთა კავშირში პანტომიმის ფუძემდებელი და თეატრის ხელმძღვანელი დღემდე გადამეტებული თავმდაბლობის გარეშე საუბრობს საკუთარ თავსა და იმაზეც, რაც მან პანტომიმის მიმართულებით გააკეთა. თავის დროზე, როდესაც ფურცევა იყო ასეთი საკავშირო კულტურის მინისტრი, იმა რომ თქვა, უპასუხა იმათ, რა ქვია, პანტომიმისტებს, რომ აიო, იმათ აქვთო ქართველებს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი და ჩვენ არა გვაქვს და იმან უთხრა, у вас нету Шаликашвили. Приведите, и у вас будет театр. მე უკვე მივხვდი რაში იყო საქმე. იმათ არ ეკნებათ არასოდეს აქედან გაედინება, მაგრამ მე იმედი მაქვს მაინც რომ მთლად არ დაიცლება, რატო იცით იმდენი ახალგაზრდობა მოვიდა ეხლა ჩემთან. მე არავისთან არ მისულა. მე უბედნიერესი კაცი ვარ. აქ 60 კაცი შემოდის. ეს ჩემი ფაკულტეტი. და იმის გარდა კიდე დამატებული სხვადასხვა ფაკულტეტები სწავლობენ აი აქ. ამ თეატრში ყველა გრძნობს, რომ ამირან შალიკაშვილი მთავარი გმირია, თანაც უცვლელი, მაგრამ გარკვეული ფუნქციები ცხადია სხვებსაც აკისრიათ. მთავარი რეჟისორის როლი არც თუ ცოტა ხანია დავით შალიკაშვილს ერგო, რომელსაც ეს ტიტული თავად მამამ გადაულოცა. დავით შალიკაშვილის ანგარიშზე რამდენიმე სპექტაკლი ირიცხება, თანაც საინტერესო სპექტაკლი. იყენებს იმ გამოცდილებას, რომელიც მამისგან ერგო და თვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ამჟამად ამზადებს ახალ სპექტაკლს, რომლისთვისაც პიესა თავადვე დაწერა და რომელიც სურს, რომ ძალიან არაა მქვეყნიური და ცოტა მისტიურიც კი იყოს. მთელი ჩემი ცხოვრება ამას სწავლობდი. თვითონ ჩემი ოჯახიდან და მამა ჩემიდან გამომდინარე, ალბათ მე სხვა გზაც არ მქონდა, მაგრამ რაც აკვირველია თეატრის სიყვარულმა ისევ. მე ვერ ვიტყვი ამისთვის დავიბადე მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ვარ და ჯერჯერობით და ალბათ მომავალშიც აქ ვიქნები. მოვიდა თაობა. იმათთან სხვა ენა საჭირო. ჩემი ბიჭი ძალიან კარგად ეძებს ამას. ამიტომ მე დათო რომელსაც რა თქმა უნდა დამთავრებული აქვს ინსტიტუტი ყველაფერი. უთხარ რომ დათო შენ იქნები მთავარი რეჟისორი.
მაგრამ ეს მე ფუნქცია არ მომიხსნია. იმან იცის რომ თავარი რეჟისორი, მაგრამ იცის რომ მე ვარ თეატრის ხელმძღვანელი. დათო მაინც ჩემი მეგობრად ვთვლი. როგორც რეჟისორი კი უყურებ ისე, მაგრამ უფრო მიადვილდება. ბატონი ამირიანი ჩემთვის მამაა. და ვიცი. ორივესთან მე არ მიჭირს ურთიერთობა. გავაკეთებ იმას, რაც ჩემში დევს და რაც მე მინდა გავაკეთო და მაყურებელი თუ განსხვავებას დაინახავს, მაგას რა ჯობია, ხო? ყველა ადამიანს თავისი აქვს და თავისი ხალი უნდა შემოიტანოს, გინდა კარგად დავიწყებული ძველი იყოს, ხო? მე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ჩემი შემოვიტანო და თუ დაემსგავსება უკეთესი, მაგრამ ჩემს სტუდია არაფერი არ გაუკეთებია, მე მგონი პირიქით კარგს აკეთებს დღემდე. რაც შეეხება ამირან შალიკაშვილი უმცროს, მას მამის პირდაპირ მემკვიდრედ ასახელებენ. ამაზე ცოტა ეღიმება, თუმცა ყოველდღე სწორედ უფროსი ამირან შალიკაშვილის მიერ დამკვიდრებული განრიგით სარგებლობს. თეატრში რეპეტიციამდე სავარჯიშო სერიის ჩატარებაც სწორედ მას ევალება. ეს რა თქმა უნდა საკუთარ როლებზე მუშაობის პარალელურად. შვიდად არის მანამდე, ვიდრე დარბაზში უფროსი ამირანი შემოდის. აქ შემოსვლიდანვე ეგრევე იწყება ჩემი ცხოვრება. მანამ რა ხდება, მე არ ვთვლი მას ჩემს ცხოვრებად, ცხოვრებისეული რაც ყველას. რო შემოვდივარ პირველი არ შემიძლია რომ შემოვალ თუ არა ის ტანსაცმელი მეცვის რითიც ქუჩაში დავდივარ. ვარიანტი არა ეგრევე უნდა გამოვიცვალო და ეგრევე სცენაზე უნდა შემოვიდე. და რასაც თქვათ რეპეტიციას შეეხება, ხო, არაფერი არ მაქვს დაგეგმილი საერთოდ, რა უნდა გავაკეთო და თქვათ როგორ უნდა ვავარჯიშო ბავშვები ეს ჩემი ფანტაზიიდან გამომდინარე, რასაკვირველიაში გადაშიქ ხელმძღვანელი მესწრება რეპეტიციაზე, მამა ჩემი და იქიდან გამომდინარე მე ჩემი ფანტაზიით ვაკეთებ ყველაფერს რა და თქვათ თუ რამე შეცდომას ჩავიდე, ხო რეპეტიციის დროს აუცილებლად ხელმძღვანელი მაფრთხილებს. ესე არ უნდა გიქნა, ესე უნდა გიქნა. ამირან შალიკაშვილის შემოსვლა როგორი რაღაცა, იცი რომ ეტაჟი მე ხა ჩემი მამა ხო, მაგრამ აქ რო შემოდის ხოლმე რაღაცნაირად სუნთქვა მეკორება რა, ესეთი შეგრძნება მაქვს. როგორც ამირან შალიკაშვილი აცხადებს, აქ მთავარი მაინც თვითონაა. თეატრში პირველი ისმის და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თუმცა მსახიობები მოვლენ მაშინვე შეძლონ მუშაობის დაწყება. დილის 8 საათზე მოვდივარ, კარებს ვაღებ, ბავშვებს მაგიტაფონს უმზადებ, ამას იმასე, რომ მე თანამშრომლებს ვერ გამოვიძახებ და 11 საათზე მოდიან თანამშრომლები. მე იწყება უკვე ამის შემდეგ კიდე სტუდია ემატება. მოვდივართ 10 საათზე დავუშვათ, ვიწყებთ ესეთ ვარჯიშს, შემდეგ შესვენების დროც არ აქვს ელემენტარული, რომ უცებ შეიძლება ჭამო დროს სცენაზე. ძალიან დატვირთვა, მაგრამ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამას. ჩვენთვის ეს არის ყოველდღიური ოჯახია ჩვენი ეს. და მიჩვეულები ვართ. მთავარია ემოცია. პლასტიკა და ის ტექნიკა თუ გაქვს, მთავარია ემოცია. თუ ემოცია არ მოდის, ესე იგი შეიძლება აკეთო უძრაობები, მაგრამ ვერ გადმოცე მაყურებელს. მთავარია მაყურებელს გააგებიო, ანუ ემოცია. ამ ემოციით ელოდებიან პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელის, მთავარი რეჟისორის და მსახიობების შენობის რემონტს, რომლის შემდეგაც ნორმალურ პირობებში ცხადია ისევ ახალ სპექტაკლებზე იფიქრებენ. მანამდე კი 2 დღეში 22 მარტს საკუთარ დაბადების დღეზე ამირან შალიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოვა სცენაზე მაყურებლის წინაშე, ხოლო იმას, რასაც ამდენი წელი აკეთებდა, მალე უკვე მკითხველს წიგნის სახით შესთავაზებს, რომელიც დასრულებულია და გამოსაცემადაც მზად არის. ამის შემდეგ კი ამირან შალიკაშვილი კიდევ ერთი წიგნის წერა შეუდგება, რა თქმა უნდა ისევ პანტომიმის შესახებ, რადგან თვლის, რომ ამას მის გარდა არავინ ან სულაც ვერავინ გააკეთებს. ახალ წიგნში კი ალბათ აუცილებლად მოხდება ამავე თეატრის როგორც რემონტამდე, ისე რემონტის შემდგომდროინდელი პერიოდები. მართალია ირაკლი ფირცხალავას კონცერტი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა გასულ კვირას, თუმცა პარალელურად ინფორმატორის არქივში ჩვენი ქალაქის კულტურული და შოუ ბიზნესური ცხოვრების უამრავი საინტერესო სიახლე დაგროვდა. ამის შესახებ ვიდეო კოლაჟში კი ამბობთ. კინოთეატრ ამირანში ლევან ზაქარიაშვილის მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის სახელწოდებით თბილისი ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებზე და მათ პრობლემებზეა. რეჟისორმა გადაღება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მასში მთავარ როლს პროფესიით რეჟისორი თავად ბატონი ლევანის მოსწავლე გიორგი მასხარაშვილი ასრულებს.
ცეკვისა და სიმღერის ნაციონალური ანსამბლი ერისიონი გასტროლებისთვის ემზადება. აპრილის თვეში ერისიონი რუსი მაყურებლისთვის მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში 2 კონცერტს გამართავს. შემდეგ გასტროლები პორტუგალიაშიც იგეგმება. შემოდგომაზე კი ანსამბლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოლო კონცერტს თბილისელებიც მიიღებენ. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გალერეა უნივერსში თანამედროვე ქართულ მხატვართა და მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა გაიხსნა, სადაც ნაკლებად ცნობილი ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები და ფოლიანტები იყო წარმოდგენილი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კომპოზიტორ აღთო შარვაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მის პოპულარულ სიმღერებს ანსამბლ თბილისის წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ასრულებდნენ. რადიო ფორტუნა პლუსში ამ კვირაში 3 ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. გადაცემა პრემიერის პირველი სტუმარი გვანცა ზაქარეიშვილი იყო სიმღერით გადის დრო. ნინა სტუდიაში ჩაწერილი სიმღერა ერთად ვიქნებით სალომე წვერაიძემ გააცნო რადიო მსმენელს. გადაცემაში 3 რეპერის კაბუს ძვალისა და გერცის ახალი სიმღერა ბუმ კაბუს პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა წარადგინა. ექსპერიმენტების მოყვარული მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი რეჟისურაში ძალების მოსინჯვას აპირებს და პროექტ მეფე და ქეთათოს მესამე ნაწილზე იწყებს მუშაობას. სიმღერაზე ამ წამს ვიდეოკლიპს თავად გადაიღებს. სულ მალე მუსიკალურ მაღაზიებში ჩარკვიანის ლექსების კრებულის DVD ჩანაწერით გამოვა, რომელშიც აუდიო და ვიდეო მასალაც შევა. ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკებები და სახარების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები. ასეთი ნამუშევრები იქნა ამ კვირაში წარმოდგენილი გალერეა კოპალაში, რომელშიც 5 მხატვარი მონაწილეობდა. თავისუფალ თეატრში ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი ვარციმაშვილის სადებიუტო ფილმის პრემიერა შედგა. შეუმჩნეველი ოქრო, ასეთია სახელწოდება ფილმისა, რომელზეც გადაღებები დაახლოებით 2 თვე მიმდინარეობდა. სცენარის ავტორი თავად რეჟისორია და მთლიანობაში ფილმი საკმაოდ მძაფრ სიუჟეტიანი გამოვიდა. საკუთარ სტუდიაში ნინა ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას, რომელშიც სოლო სიმღერებთან ერთად ქუჩის ბიჭებთან ჩაწერილი დუეტით შევა. ამ კვირაში ნინამ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა ჩაწერა, რომლის ტექსტიც ძვალმა დაწერა. სავარაუდოდ ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპით დამზადდება. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 153 სეზონი პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტის გედების ტბის პრემიერით გაგრძელდება. სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფი ნინო ანანიაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი რუსი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ალექსეი ფაძეიჩევია, რომელიც აპრილის თვეში მინკუსის დონ კიხოტსაც შესთავაზებს ქართულ ბალეტის მოყვარულებს. კინოთეატრ ქოლგაში რეჟისორ გია ჭუბაბრიას სახელოსნოში შექმნილი 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა შედგა. ბატონი გია სტუდენტმა გვანცა ციკლოურმა სადებიუტო ნამუშევარი მზიანი დღე გააცნო საზოგადოებას, რომელიც უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეებს ეხება. მეორე ფილმის რეჟისორი თავად ბატონი გია გახლავთ, რომლის მხატვრულ დოკუმენტური ფილმი მარო მაყაშვილის ცხოვრების შესახებ არის შექმნილი. მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში ახალგაზრდა მომღერალმა ხატია ელიზბარაშვილმა მუშაობა დაასრულა ალბომზე, რომელიც დაახლოებით მაისში გამოვა. დისკში 8 ახალი სიმღერა შევა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორი გოგი მარგველაშვილი ანტონ ჩეხოვის ალუბლის ბაღზე მუშაობს. სპექტაკლი, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა დაიწყო, განახლებული შემადგენლობით დაახლოებით აპრილისთვის უკვე მზად იქნება. ჯგუფი პაპარაცი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა მუსიკალურ სამყაროში, დაახლოებით 1 კვირაში პირველ სოლო ალბომს გააცნობს საზოგადოებას. დისკს ერთ-ერთი სიმღერის მსგავსად გათენდება გაიღვიძე ერქმევა და მასში 10 კომპოზიცია შევა. სულ მალე სიმღერაზე ვარსკვლავები კლიპით დამზადდება, რომლის რეჟისორი გიორგი ლიფონავა იქნება. დიდ საკონცერტო დარბაზში საღამო გაიმართა, რომელსაც ორგანიზატორებმა ღიმილის დღე უწოდეს. ცნობილმა მსახიობებმა გასული საუკუნის კორიფეები და მათ შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს. როგორც საღამოს მომწყობებმა განაცხადა, ეს ღონისძიება ყოველწლიური გახდება. გალერეაენში სტუდია რარა ავისის ეგიდით ფოტოკონკურსი ფოტოგაზაფხული 2005 გაიხსნა. კონკურსი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ჩატარდება და მაშინ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება, წელს მეორედ ტარდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის წევრები ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ კონკურსის გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში.
გადღაბნილი ფოტოგრაფია. ასეთი შეფასება მიეცა რამდენიმე წლის წინ ამ ნამუშევრებს, რომელთა გამოფენასაც დღეს აქციის დატვირთვაც კი ჰქონდა. სხვანაირი ფერები ჩვენს ცხოვრებაში, ასეთია თავად ავტორის მოწოდება, რომლის თხოვნა იყო გამოფენაზე შავ კოსტუმში არავინ მოსულიყო. თუმცა სტუმრებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო და შესაბამისად ზოგს არც კი მიუქცევია ყურადღება საკუთარი ტანსაცმლის ფერი. მიუხედავად რომ ხატვარი, დიზაინერი ძალიან მიყვარს ღია ფერები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაღაც შავი მათია, რაღაც პროტესტის ნიშნავს. უბრალოდ რაღაცა არც დაუკვირვებულ ვარ ისე უცებ. შავით და წამოვედი ახლა. აქცენტი გააკეთა გოგამ, რომ მე ვთქვათ აღარ უნდა ჩამეცვა შავი. იმის მერე ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემ თავს და ვცდილობ, რომ ესეთი ნათელი ფერებით, ლამაზად განსაკუთრებით ეს ზაფხულში და გაზაფხულზე ძალიან კარგი. ზამთარში ცოტა რთულია ამ სტილის დაჭერა. მე ახლა წარმოგიდგენთ ინფორმატორის მეორე სტუმარს, ეს გახლავთ ზემოთ ნახსენები გამოფენის ავტორი, ფოტორეპორტიორი, როგორც თავის თავს უწოდებს, გოგა ჩანადირი საღამოში. გამარჯობა. გადღაბნილი ფოტოგრაფია, რატომ ეწოდა ასე ამ პროექტს? იმიტომ რომ ვიზუალურ გამოსახულებას გულისხმობ თუ იდეაშივე რაღაცა უფრო გადღაბნილი და ბუნდოვანია ყველაფერი? სხვათა შორის ესე გლობალურად ახლა ზუსტად ამ კითხვის დასმის მერე უნდა დავიწყო ფიქრი, იმიტომ რომ როდესაც მე ამ თემაზე მუშაობდი, მე მქონდა ერთი იდეა, ასე ვთქვათ, შავი ჩაცმულობის, ასე ვთქვათ, მიმართ პროტესტი გამომეხატა ამ ფოტოებით. თვითონ გადღაბნილი ფოტოგრაფია თემა, ამას სახელად უწოდა მაია ჯავახიშვილმა, რომელმაც ზუსტად ამ გამოფენის მეორე დღეს, როდესაც მე ერთი წლის წინათ მოვაწყე, გაზეთში მოიხსენია ასე და მე ძალიან მომეწონა ეს და ამის მერე მე თვითონ ამას დაუტოვეთ ეს სათავე. ხო, გადღაბნილი ფოტოგრაფია. მაგრამ ამ თემას უკვე მე მოვაყოლე სერიალი შუქების და დავარქვის სხვანაირი შუქები, რომელიც არის კლასიკური ნატურა როცა ამთია, ის კლასიკური ნატურა არ არის წარმოდგენილი მისი სხივები, რომელსაც უკვე რაღაცა ფორმა მივეცი. შუქები არის ყოველთვის ნათელი. შავი შუქი არ არსებობს. არსებობს ყვითელი, წითელი, მწვანე სხვადასხვა ფერის ნარინჯისფერი შუქები და ასეთი შუქების ფერი მინდა რომ ჩვენს ჩაცმულობაში დომინირებდეს. თუმცა მე ალბათ ერთ-ერთი ვიქნები იმ რაოლთა შორის, ვინც დაუპირისპირდება ამ აქციას გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი აზრით შავი არ არის მხოლოდ სამგლოვიარო ფერი, ჩემთვის შავი არის ძალიან მდიდრული და ძალიან ისეთი ძვირფასი ფერი, მე ძალიან მიყვარს ეს ფერი. თქვენ ცდილობთ რომ რაღაცნაირად გადაგვიყვანოთ იმ ჭკუიდან, რომ შავი არ ჩავიცვათ. რატომ? არა, ყავთ დაპირისპირებული ადამიანები არ ყავთ? შევთანხმდეთ რომ მე თლან შავი ფერის წინამდე კი არა ვარ, მე ვარ წინამდე კი უმიზეზოდ მე არ გულისხმობ გლოვას, ან დავუშვათ საღამოს გამოსაშვებ კაბას. ანუ ამას ეთანხმებით საღამოს გამოსაშვებ კაბაზე შეიძლება იყოს? მე ეთანხმები იმ აზრს, რომ საღამოს კაბა ქალბატონს უნდა ეცვა შავი, რა თქმა უნდა, ძირითადად კლასიკური ფერი ამ შემთხვევაში შავია, საღამოს კაბების. თუმცა აი ქალაქში რატომ გიშლით ნერვებს, რატომ გაღიზიანებთ ბევრი შავი? მაგრამ აი ზუსტად მე მაგის წინამდე გამოდია, რომ ყოველდღიურად და არადანიშნულებისამებრ ვიყენებთ შავ ჩაცმულობას, შავ ფერს ჩვენს ჩაცმულობაში. და იმიტომ ვიშლის ნერვებს, რომ შავი ფერი არამიზნობრია შავი ფერის გამოყენება. ნიშანია სიზარმაცის, სიღარიბის, კონსერვატიზმის, თავისთავად კონსერვატულობაში ცუდი არ არის, მაგრამ კონსერვატიზმი, მენტალური კონსერვატიზმი ეს არის ალბათ თქვარი კარჩაკეტილობის. თუმცა შავი იგივე კარჩაკეტილობის და მძიმე ხასიათის ფერიც არის. მე ხშირად მეუბნებიან ხოლმე, მეკითხები, როდესაც ვეკითხები შავი ფერი რატო გაცვია, მეუბნებიან ხოლმე, რომ ისა დღეს ვიყავი ცუდ ხასიათს, ან ცუდ განწყობას და მე ვიცი რომ ადამიანს სიტყვაზე როდესაც თავის ტკივა ისვავს, ან კბილის ტკივა, ან ალგის ტკივა გამოყოჩებოდა და თუ შენ ცუდ ხასიათზე შავი ფერი გამან დაიმძიმო განწყობა. ერგე ჩაიცი ნათელი ფერები. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას, აი პირადად ჩემთვის და მე ვიცი რომ ჩემს აზრზე ბევრია რომ შავი არის ძალიან მდიდრული ფერი და არაცუდი განწყობის. და მდიდრული იმიტომ, აი პირველი ჯგუფის სისხლის არ იყოს, ის უხდება ნებისმიერ ფერს. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შავი შეიძლება ერთგვარი სიდუხჭირის გამართლებაც იყოს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ყოველთვის ადამიანს არ ქონდეს იმის საშუალება, რომ ჩაიცვას რაღაცა სხვადასხვა ფერადი ფერი. შავ ყველაფერი ეთანხმება და უხდება. ზუსტად იმას ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ასე ხშირად საქართველოს მოქალაქეები თავის ჩაცმულობას შავ ფერს გამოიყენებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ
უბრალოდ იმიტომაც რომ არ შეუძლიათ იყიდონ მრავალფეროვანი ტანსაცმელი სხვადასხვა ფერებით, ბუნებრივია და უხამებენ შავ ჩაცმულობას, თავშად თეთრ მაისურს ან ყვითელ პერანგს. უბრალოდ არის ესეთი შემთხვევები, მე ძალიან ბევრი მინახავს შეძლებული ადამიანები, რომლებიც იცვამენ შავს, ძალიან შეძლებულ ანუ ძალიან ფასიან, ღირებულ ტანსაცმელს და მე ზუსტად იმაცეც მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ამასთან როდესაც ხაზს უსვამ, რომ შავი ფერი სიღარიბის ფერია, მაგასაც გულისხმობ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავის სიდუხჭირის გამო შეიმოსონ სხვა ფერი. თუმცა ეს იმას არნიშნავს ამ სიღარიბის მიუხედავად, რომ მაინც და მაინც მათ ჩაცმულობაში ეცვათ შავი ფერი. ბოლოს შეუძლია შავი ფერი ჩაანაცვლონ ან თეთრით, ან ბორდოსფერი, რომელიმე მაისურით მაგალითად. ანუ თქვენ როგორც ფოტოგრაფიაში კარგად გაწაფულმა ადამიანმა იცით, რომ ბორდოსფერი დაუშვათ შეცვლის შავს, რომელიც ისეთივე ლამაზი შეთანხმება იქნება დაუშვათ ნებისმიერ ფერთან, როგორც შავი? მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ბორდოსფერი მაისური ნებისმიერ ფერის შარვალთან წავა, ნებისმიერ ფერის ჯინსთან. ნუ ეს ალბათ გემოვნების საკითხია და სადაო საკითხია, თქვენ მესამე დატარებთ ამ აქციას, მე რამდენადაც წინასწარ საუბარში მითხარით, არ გავჩერდები მანამ, სანამ არ გავიტან ჩემს ეს. როგორ გონიათ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს აქცია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას თელ მსოფლიოში ვერავინ ვერ გაიტანს, შავს არავინ არ ამოიღებს ყოველდღიური ხმარებიდან. მეც რა არის? აი ევროპაში ყოველდღიური ჩაცმულობიდან ასე ვთქვათ, შავი ფერი ამოღებულია, იმიტომ რომ იქ ბუნებრივია იქ მდგომარეობა სოციალური ფონდის გაცილებით მაღალია. მაგრამ საქართველოში თუმცა საკმაოდ ისეთი მაღალი რანგის სახელიანი დიზაინერები ქმნიან აბსოლუტურად შავ კოლექციებს და ძალიან ლამაზად. განსაკუთრებულად თუ ეს ეხება გამოსასვლელ ტანსაცმელს. სპორტული ტანსაცმელი მე უბრალოდ ვერ წარმოვიდგენია, რომ ადამიანს ყოველდღე ეცვას შავი. მე თვითონ შავ ფერს კი არ ვებრძვი, შავი ფერი მაქვს, მე თვითონ აისურები, შარვალი, ფეხსაცმელი ქუდიც კი, რომელიც ბოლო პერიოდში დავდივარ, კამერაც კი ჩემი შავია. შავ ფერს მე არ გავებრძვი, შავ ფერს მე მინდა მივაღწიო იმას, რომ უბრალოდ ისე გაუმჯობესდეს ჩვენი განწყობა, ჩვენი ხასიათი, რომ მხოლოდ შავ ფერზე არ გავაკეთოთ აქცენტი. შავი ფერი არის ძალიან ძლიერი, დააკვირდით, გაიარეთ ხოლმე რუსთაველის გამზირზე და ნახავთ, ცოტა უფრო შემაღლებული ადგილიდან ეს არის დაახლოებით ფოსტასთან. და ჩახედავთ თქვენ თავის ფლების მოედნის მხარეს, ტელეფონი როგორ არის შავი. გული გაგისკრებათ. ალბათ როდესაც ამას ადამიანები არ ფიქრობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაუაზრებიათ რამდენად ძიმე განწყობა არის ქალაქში. საკმარისია იგივე შენობები შეიღებოს ნათელი ფერებით, უბრალოდ გამოგიკეთდება განწყობა და ხასიათი. იგივე როცა მზე გამოდის და მზე გვათბობს და გვაძლევს სინათლეს, თუნდაც მთვარე, ხასიათი განსაკუთრებულად უფრო ამაღლებული და ნათელია, მაგრამ როდესაც სამოფქუფრულია ღრუბლით და ბნელია, გვიმძიმდება ხასიათი. აი ამას ვებრძვი, ძიმე ხასიათებს და განწყობებს ვებრძვი და ემოციებს. მე ამ ბრძოლაში მე წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის მე მინდა აქვე ვთქვა, რომ სტუდია მაესტრო არის, მე მგონი ძალიან თვალშისაცემი იმის საიმისოდ, რომ ეთერში ნაკლები შავი. ნაკლები შავი კეთილთვის მე არც მომხვედრია შავი. ფერად ხალისიანი ფერად. სატელევიზიო სივრცეს უხდება ფერი და ფერად. ძალიან კარგი. აი არამარტო სატელევიზიო სივრცეს ადამიანებსაც უხდებათ ფერად. კარგი, ცოტა ხანი შევეშვათ ჩვენ შავს და ვისაუბროთ იმაზე, თქვენ თავს მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წელი მიუძღვენით ფოტოგრაფიას, თქვენს თავს მაინც არ უწოდებთ გარკვეულწილად ფოტოგრაფს ან ფოტოხელოვანს, როგორც ამას ხვები ასე ამბობენ. თქვენ მაინც ფოტორეპორტერად მიგაჩნიათ თქვენი თავი, თუმცა საკმაოდ ხატრულ ნამუშევრებსაც ქმნით ამ სფეროში. რატომ გადაწყვიტეთ, რომ გერქვათ ფოტორეპორტიორი? დიდი მადლობა უპირველესად იმისთვის, რომ ჩემი ნამუშევრები შეაფასეთ ხატრულ ღირებულების ნამუშევრებად. უბრალოდ მე მაინც მინდა ვთქვა, რომ მე ჩემ თავს ფატო არ უწოდებ ფოტოგრაფს. ფოტოგრაფია გაცილებით მაღალი ხელოვნება, ვიდრე მე ამას ჯერ კიდევ ვახერხებ. თქვენ თანდათან ეუფლებით კიდე? თანდათან, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცი ფოტოგრაფიაში.
ფოტოგრაფიას არის შუქწერა, რომელიც მე არ ვიცი შუქი წერა ჯერ კიდევ. ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება. მე გძნობ, რომ ძალიან ბევრი წელი უნდა ვიმუშაო იმისთვის, რომ ჩემთვის უწოდო ფოტოგრაფი. და ფოტორეპორტიორი არის ძალიან უპრეტენზიო, ჩემი შრომით უფრო რეპორტიერობაზე ვარ გადართული და შესაბამისად რეპორტაჟების მომზადებასა და შესაბამისად უფრო თან არაპრეტენზიულად ჭირს და არ მოგეთხოვება მაღალმხატვრული ღირებულების ნამუშევრების შექმნა. და ამასთანავე მე იმას კი არ გავარკვევ, რომ შექმნა მაღალმხატვრული ღირებულების, მაგრამ არის რაღაცა ამ რეპორტაჟებში შეიძლება რაღაცა საინტერესოს მიაგნო. მაგალითად, დღევანდელ გამოფენაში ამ გადაღებული ფოტოგრაფიის სერიიდან ზუსტად 2 კადრი მქონდა წარმოდგენილი იქიდან, როდესაც მე გადავიღე 6 მაისს ასლანაბეშის გაქცევის ღამეს ბათუმში. იქაც კი ცხელ ამბებშიც კი მე ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ მოვძებნო ესეთი კადრი, რომელიც მე ალბათ გამოფენაზე გავმაქვს და ხატული ფოტოებიც მაქვს, არის მე მაქვს ერთი-ორი საყვარელი ფოტოც და როგორც მეუბნებიან ხშირად ეს ჩემი რამოდენიმე ფოტო არის ძალიან კარგიც. მაგრამ მიხართ ამ ერთი-ორი კარგი ფოტოს გადაღება არ ნიშნავს კარგ ფოტოგრაფს, ისე როგორც ერთი-ორი კარგი მოთხრობის დაწერა კარგ მწერალს. გოგო, თქვენ რამდენადაც ვიცი, დამოუკიდებლად მუშაობთ, ხო? აი, როგორ ახე ფოტორეპორტერი საკმაოდ ისეთი ძვირად ღირებული სიამოვნება, იმიტომ რომ აი თქვენ რო იყოთ გაერთიანებული რომელიმე ან ტელეკომპანიასთან ან გაზეთთან დაფინანსება გექნებოდათ. აი, იგივე მე ვიცი, რომ თქვენ იყავით ტაილანდში, სადაც ცუნამის შემდგომი პერიოდი, შრი-ლანკაში მაპატიეთ, ცუნამის შემდგომი პერიოდი გადაიღეთ, იყავით ბათუმში, სადაც რევოლუცია გადაიღეთ და ასე შემდეგ. აი, არსებობს რაღაცა ორგანიზაცია ან ვინმე კონკრეტული მეცენატი, ვის გაფინანსებთ, თუ ეს ყველაფერი საკუთარი სახსრებით. ძალიან მიჭირს ხოლმე გადაღებული ფოტოების რედაქციები, რა თქმა უნდა, იღებენ ხოლმე, ან თუ იღებენ ეს ფასტება 2 ლარად, 3 ლარად. ხო, ეს მაინტერესებდა, რა ღირს დღეს ესეთი მნიშვნელოვანი ფოტოები. ღირს ძვირი, მაგრამ იყიდება იაფად და ვცდილობ ხოლმე რომ აი რამდენიმე გაზეთთან ერთდროულად თანამშრომლობ ახაც ზოგან სტატიებს წერ, ზოგან მხოლოდ მარტო ფოტოებით ანუ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩავლებ აქტიურად ისე ხო წერ ახლა მაგალითად 2-3 გაზეთში გამოცემაში ახლა დაიწერა ჩემი ამ შრი-ლანკური რეპორტაჟების შესახებ და ახლა გამოიცემა ჟურნალ ანაბეჭში დაიბეჭდება რომელიც გუშინ ჩავაბარეს ხათაშორის ეს სტატია ზუსტად ამ შრი-ლანკასთან დაკავშირებით და მე აი ძალიან მინდა რომ საქართველოს მედია იყოს არა მარტო თავისუფალი ეკონომიკურადაც შეძლებული საიმისეთ რომ თუმსოფლიოში ყველაზე ადამიანებს ისე ხანაგული წდება ხოლმე რომ როდესაც ხედავ ხოლმე იგივე საქართველოს ჩავსულ უცხოელ რეპორტიერებს როგორ აფინანსებენ გაზეთები და ისე მინდა რომ ძალიან კიევის რევოლუციაზე მოხვედრე უბრალოდ ფული არ ქონდა რომ წასულიყავ თუნდაც ერთი დღე და სულ ეძებდი აი გზებს წყაროებს რომ წასულიყავ კიევში იმიტომ რომ შრომის მოყარე რეპორტიორი არ უნდა ადევნებდეს თვალს შორიდან ამ მოვლენებს რა და აი სულ ეკლებზე ვიჭიქით და ნეტა მალე თუმცა ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში წასაშლელად მზად ხართ ხოლმე მაგალითად ომში წავა გოგა ჩანადილი თავისუფლად ომში მე აი აგვისტოს დღეებში სამაჩაბლოს გაცხელებული ცხელი ზაფხულის გაცხელებული დღეები იყო როდესაც ანთუხა 7 ჯარისკაციც კი დაიღუპა იმ დროსაც იქ იყავი იმ დროსაც სულ ჩავდიოდი ხოლმე იმის კარზე საზღვარზე ხელოვნურად შექმნილ საზღვარზე ცხინვალთან შევდიოდი სამაჩაბლოს ტერიტორიას სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი მაგრამ ახლა მე არ ვთვლი რომ მაინც ესე წარმატებული კადრები მაქვს იმ პერიოდიდან იმიტომ რომ ეს მაინც ცხელი წერტილია და ხელაღები და თავაღებით არ შეიძლება იქ შესვლა და ეს მაგრამ ახლა როდესაც ჩოლოქთან ხდებოდა ესეთი ამბები და როცა უკვე 5 მაისს როდესაც დაიწყო ეს მოვლენები 12 საათზე ჩოლოქის ხიდან უკვე სროლები ატყდა იქ და შენ წინ შეერაღებული ადამიანები არიან არ ხარ დარწმუნებული რომ იქ უსაფრთხოდ იქნები ნუ ასე დროს შეადმოლებრივია ვფიქრობ ხოლმე მაგრამ როცა სამუშაო გაქვს მაგრამ არის რაღაც სიტუაციები რომელსაც ვერ იდები ხოლმე მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ის შრომა და ის ფასი არ ღირს აიმისოთ რომ თავი მოიკლა იმ რაღაც გადასაღებად
აი თქვენ ამბობთ რომ კიდე ბევრი გაქვთ გასავლელი, ბევრი გაქვთ სასწავლი. მე მაინტერესებს, ყავდა თუ არა გოგა ჩანადირს ვინმე პედაგოგი აი ამ სფეროში, ვინც უბიძგა, ვინც რაღაც ასწავლა თუ თქვენ აი წლების მანძილზე საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ ამ პროფესიას. როგორც ასეთი ფოტოგრაფიაში მე მასწავლებელი არ ვყავდა, მაგ ხრივ არ გამიმართლა მე ესე აი რატომ არ მიმართეთ? არიან საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები, ხო? იგივე ბატონი იურა, ბატონი გურამწიფახაშვილი. ბევრნი არიან. ხო, აი რატომ არ მიმართეთ? მაშინ როდესაც მე დავიწყე ფოტოგრაფია, ეს არის 4 წლის წინ მოვკიდე ფოტოკამერას დილის გაზეთში ხელი, მანაკარტუსის დამსახურებით, რომელსაც მომცა თავის ფოტო კამერა იმისთვის, რომ ჩემივე სტატიებისთვის დამეწერა, დაწერილი სტატიებისთვის გადავიღო ფოტოები. მაშინ ჩაეყარა საფუძველი ამ ჩემს გადაცემას. თავიდან ეს იყო რიგითი გადაცემა, შემდეგ მხოლოდ შემოსავლის ერთგვარი წყარო და შესაბამისად უფრო აქტიურიც და ამიტომ უფრო ფოტოში გადავერთე. თავიდან პირველი 2 წელი მე არ ფიქრობდი, რომ ფოტოს მოვკიდებდი ხელს და ფოტო არ ჭირდებოდა ფოტოაპარატი საიმისოთ, რომ მე ჩამოყალიბებული ვიყავი ფოტოგრაფად. შემდეგ როდესაც უკვე ხშირად ვჩნდებოდი გადაღებებზე და კოლეგებიც გავიცანი, ამ დროს ცოტა მერიდებოდა კიდეც მიმემართა რაღაცა იმისთვის როგორი მასწავლებლის ურთიერთობა. ცოტა თავს ვგრძნობდი, ახლა რაც უხერხულად არის, მე შეიძლება ესეთი მომენტი გასჩენოდა ვიღაცას, რომ მე რაც ვიცი, შენ რატომ უნდა გასწავლო, იმას ჯობია მე გამოვიყენე. მე არ ვიყავი დარწმუნებული. უბრალოდ დღემდე აი ესე ვცდილობ შევითვისო კარგი რეპორტიორები, საქართველოს ძალიან ბევრი კარგი ფოტო რეპორტიორია საბედნიეროდ. ჩემს თაობას ჩემზე უფროსებით ძალიან მომწონს იმათი ნამუშევრები. და მიხედავს რომ მერიდება ხოლმე რომ უთხრა და ვცდილობ ხოლმე იმათი ქცევით, მე თითოეულ ფოტოგრაფს ქცევაც კი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მე რაღაცა გადავიღე. მე მაგალითად ერთი კადრი აუცილებლად უნდა ვთქვა, როდესაც 6 მაისს სააკაშვილი უკვე ბათუმში იყო და ხალხი ზეიმობდა ასლანობეშის გაქცევა, სააკაშვილი მივიდა შავ ზღვასთან ნაპირთან და მივიდა წყალი შეისხა, სხვა ცნობილი კადრია. და სულ ფიქრობდი, რომ ერთი წყვილი ფეხასფილით ვიყავი წასული, იმიტომ რომ მე წავედი 5 მაისს ბათუმში და მეორე იმავე დღეს უნდა დავუბრუნებულიყავი. ამიტომ არც მიფიქრობდი, მე შემოდი წასულიყავი. და ფიქრობდი, ხა შევიდე და წინ და გადავიღო წყალი, თორემ ამ დროს შემ წინ იდგნენ ქართული რეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე და დათო მძინარიშვილი და ისინი შევიდნენ. და აი ეს იყო უკუჩეთის სასწავლო ქცევა. გაკვეთილი იყო. გაკვეთილი სერიოზული იმისთვის, რომ როცა იღებ რა არის არ უნდა მოერიდო დასველებას და მე შევეცდები. ფანატიზმის ზონამდე აყვანილი პროფესია. და შევედი მეც წყალში დავსველი, თუმცა მაინც არ გამოვიდა წარმატებული ის კადრი. ვერ მოასწარი. ხალხი შეყვა და ხალხი ჩამოეყარა მასში. იმათ რა გამოვიდა თავის. მაგრამ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იყო და. მაგრამ არც იმის მომხრე არ ვარ, რომ არიან ისეთ ფოტოგრაფები, რომლებიც თავს თუ ხედავენ ადამიანი თავს იკლავს. საქართველოში სამწუხაროდ არ ეხება ესეთი სცენები, როდესაც ადამიანი საწვას ისხავს და მე ცეცხლს უკიდებს. ვერ გადაძლევთ ამ არიან ფოტოგრაფები, რომლებიც ჯერ იღებენ და მე მიდიან საშუალოდ. ჩემი პრინციპი ჯერ მივეშოვა და მე გადავიღო უკვე შედეგი. არ აქვს ჩემს ასეთი გადამწყვეტი ცეცხლმოკიდებული ადამიანის გადახჩენს გადაღებას. ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც რომ ეს იყოს დაკავშირებული დიდ ფულთან. ხო, არანაირად ჩემს არ ღირს ის ფული იმ ადამიანის ასაკურველია, ამიტომ ჩემს ეგ არ არის გამართლება. მე მქონია ეგეთი შემთხვევები, სულ ფიქრობდი ხოლმე რა, როცა გამოცდა სცენაში დავდგები, როგორ მოვიქცევი და მქონია ეგეთი შემთხვევები, რომ ჯერ მაინც მიჯობინებია მიხმარება და მე გადამიღე კადრი. საინტერესო მუშაობს თუ არა გოგა ჩანადირის შეკვეთებზე. აი მაგალითად ჩვეულებრივ უბრალო მოქალაქეს მოუნდა საკუთარი შვილის და აღბეჭდვა ფირზე და კარგი ფოტოს გაკეთება. სიამოვნებით იმუშავებდი, იმიტომ რომ ეს არის შემოსავლის ერთგვარი წყარო, მაგრამ ამისთვის მე არც სტუდია მაქვს და არც ავშ მაღალი დონის ფოტოკამერა და ამიტომ თუმცა საკმაოდ მე ვხედავ საკმაოდ კარგი კამერა გაქვთ. საიდან არის ეს საჩუქარია თუ საკუთარი სახსრებით შეიძინა? პრაქტიკულად ეს არის რედაქციის დამსახურება. პრაქტიკულად და ანუ რომელმა რედაქციამ?
იცი რა როგორ არის? თუ საიდუმლო არა. არა, ნახევარი ფული დავდეთ და ამიტომ თლად ახლა რედაქციის დასახურება არ არის, მაგრამ აი დასახურებაც. მე მაინც უბრალოდ არასდროს არ დავიწყებ დილის ღაც ამაქვს, როდესაც ვარ პირველი ფოტოკამერა მომცა და დილის ღაც რედაქტორის მანაკაცზე სასწრაფოდ აღმოჩენას პრაქტიკულად ეს იყო ჩემი სერიოზული ცვლილება ცხოვრების სტილში ქცევაშიც კი. თუმცა მახსოვს ერთი პირველი 2 წელი 3 წელიც კი როგორ ფარულად მუშაობდი. ფარულად იმ გაგებით რომ ყველაფერს ყველგან არ დავდიოდი და თავში არ ვჩნდებოდი, მაგრამ მე უკვე გირჩევნიათ იმუშაოთ ციფრზე თუ ფირზე? ფირზე არასოდეს მიმუშავია, თვითონ ფირზე ციფრულზე ვიმუშაობ და პირველი კამერაც მქონდა ციფრული. ძალიან ამ ხრივ ალბათ როდესმე ცდით, ხო, ფირზე მუშაობას? მე არ ვიცი ცდით თუ არა, ყოველ შემთხვევაში საერთო მაჩვენეს ფოტოაპარატი ფირზე ძალიან აფათი ყიდებოდა და არ ვიყიდე, იმიტომ რომ განავით რომ ფულიც არ ქონდა, უბრალოდ როც ქონდა ფული არ ვიყიდე, იმიტომ რომ მიჩნია ციფრული ფოტოკამერა ვიყიდე. არ მაქვს ინტერესი ფირზე. თუმცა როგორც ამბობენ პროფესიონალები, ნამდვილი ფოტოხელოვნება ფირზე უკეთესად აღიბეჭდება. ალბათ ეს პროფესიონალები ისინი ამბობენ, ვინც გაიარეს ეს. არა, ვისაც ციფრული კამერაც არ ქონია და მე ალბათ იმიტომ ამბობ, მე ფირი არ ქონია და ფირის უპირატესობა გადაღებისას არ ვიცი. და დაბეჭდილი პროდუქცია ფირისაც კარგი გამოდის და ციფრულისაც თუ ორივე მაღალი დონის აპარატია. გოგა და საუბრის ბოლოს მე მაინტერესებს თქვენი გეგმები, ვიცი რა რაღაცა დიდ გამოფენასაც გეკვა. კი, აი ეს დღესაც იყო ეს კაფე ბარ სახლში. ეს იყო უფრო მაინც ფოტო აქცია და ალბათ მე ამას კომერციული დატვირთვა ექნება. და რომ ეს ფოტოები გაიყიდოს კიდეც. და 30 მარტს TM-ში ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით და ორგანიზებით ვაწყობ გამოფენას, რომელიც მიეძღვნება შრი-ლანკის ცუნამისას დაღუპულთა ხსოვნას, არა მარტო შრი-ლანკის, ცუნამის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და იქ იქნება შრი-ლანკაში გადაღებული ფოტოები, 40 დიდი ფოტო და რამდენი ხანი მუშაობდით შრი-ლანკაში? 2 კვირის მანძილზე ვიღებდი და მე დარწმუნებული ვარ, რაც მე იქ გადავიღე შრი-ლანკაში, იმდენად ღარიბი ქვეყანა და ისე დანგრეული იგივე სურათი დახვდება ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ რეპორტერს, ვინც ჩავა და გადაიღო. ძალიან შევაძრწუნებელი სურათია და მე ვცდილობდი რომ ამ ხრივ მძაფრი არ გამოსული იყო ეს გამოფენა, ძირითადად. თუმცა სიმძაფრეს ალბათ ვერ აცდებით, იმიტომ ხო, მაგალითად მოხუცი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება აშენებდა სახლს, ზუსტად დანგრეული სახლის წინ ზის ჩაფიქრებული და უკვე რომელსაც შეიძლება 10 წელიც და 5 წელიც არ დარჩა ცხოვრება. ამ სიბერეში ესეთი სიმწარე ნახა ამ ცუნამის სახით და არის ამას მაინც ვერ გავიქეთით, მაგრამ განსაკუთრებულად აი ძიმე კადრები მაინც არ იქნება წარმოქმნილი, იქნება უფრო ადამიანური კადრები. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. აუცილებლად წარმატებებს გისურვებთ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ფოტორეპორტიორი გიორგი ჩანადირი. ახლა კი გადაცემაში რეკლამის დრო. შეგახსენებთ თქვენ ისევ კვირის ინფორმატორს უყურებთ. რაც შეეხება ქალაქის ჯიხურებს, ისინი არც ამჯერად უჩიოდნენ სიჭრელეს. ჩვენი ტრადიციული რუბრიკისთვის განსაკუთრებულად საყურადღებო ინფორმაციები ამოვკრიფეთ პრესის ფურცლებიდან, რომლების შესახებაც ახლა მაია ჯავახიშვილი ისაუბრებს. გამარჯობა, უცნაურია, მაგრამ ფაქტი რომ გასულ კვირას ქართული ბეჭდური მედია კულტურის მიმართულებით დიდად აქტიური ნამდვილად არ ყოფილა. აქედან გამომდინარე სამამულო ჟურნალ-გაზეთებში ნაკლებად იყო შეფასებები ან გნებავთ ინფორმაციები კულტურული მოვლენების შესახებ. თუმცა გაზეთ ახალ თაობაში მაინც ამოვიკითხეთ ინფორმაცია ფესტივალ ქართული სულის შესახებ, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ფილარმონიაში მიმდინარეობდა. ახალ თაობაში ყურადღება ამჯერად ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ლილიკო ნემსაძის შემოქმედებით საღამოზე გაამახვილეს. ამავე საღამოზე მსმენელმა პრაქტიკულად ყველა ის სიმღერა მიიღო, რომელსაც ქართული პუბლიკა ძალიან კარგად იცნობს, თანაც თემურ თათარაშვილის ჯგუფ ფორტეს გიოხუციშვილისა და ია ჩანკლაძის შესრულებით. აქვე იყვნენ რა თქმა უნდა სხვა მომღერლებიც. ამ ყველაფრის ფონზე კი ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა შემდეგი ჩანართი ზემოხსენებულ პუბლიკაციაში. საღამოს ქართული ტრადიციული შავი ფერი გასდევდა ფონად და შემსრულებლებიც როგორც წესი შავ კაბებსა და კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი. მოკლედ როგორც ხედავთ, ჟურნალისტებს ყურადღების მიღმა ასეთი მნიშვნელოვანი დეტალებიც კი არჩევთ. რეზონანსში კინემატოგრაფზე ალაპარაკდნენ. ამჯერად გაზეთის ინტერესის სფეროში კინოთეატრ რუსთაველში ახლახან წარმოდგენილი ცნობილი კომედია ჰიჩის მეთოდი მოხდა.
რომელსაც რეზონანსში პუბლიკაცია სახელწოდებით სახელმძღვანელო გაუბედავი შეყვარებულებისთვის მიუძღვნეს. ამავე პუბლიკაციაში შემდეგ რამეს ვკითხულობთ. კარგახანია ფილმზე ასე გულიანად არ მიმხიარულია საკმაოდ ბევრი იდიოტური ამერიკული კომედიის შემდეგ ჰიჩის მეთოდი ნამდვილი გამონაკლისია. მოკლედ თუ გაუბედავი შეყვარებული ხართ და არ იცით როგორ მოიგდეთ, ეს ფილმი თქვენთვის ქრესტომათიის როლს შეასრულებს. ზოგადი განათლება კინემატოგრაფიულად გაუბედავი შეყვარებულებისთვის. აი ასეთია პუბლიკაციის ავტორის აზრი, რომელიც თურმე კინოსეანსზე 2 საათი განუწყვეტლად იცინოდა. მეორე ენა იმის გამო ვიცი, რომ უნივერსიტეტი არ მაქვს დამთავრებული. ბებია ჩემის ნასწავლი ქართულით ვსაუბრობ და ქართულის პედაგოგის მყავდა ბრწყინვალე. სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი გამოცდებს და ბედი მქონია ორიანი რომ დამიწერეს. ამის შემდეგ სულ ვეძებ იმ ადამიანს, რომელმაც ჩამჭრა. მინდა მადლობა გადავუხადო. ეს ოტია იოსელიანის სიტყვებია, რომელიც ბომონში განთავსებულ პუბლიკაციაში ამოვიკითხეთ. ალბათ ჟურნალისტები ნამდვილად თან ხვდებიან იმ საკითხზე, რომ ბატონი ოტია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესპონდენტია და როგორც ჩანს ამას ბომონშიც ხვდებიან. ამავე პუბლიკაციაში იგი იმასაც აცხადებს, რომ პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხა, მისივე დაწერილი იყო. ამბობს იმასაც, რომ ქართულ ენას და მით უმეტეს ლიტერატურას საერთოდ არ უხდება ბილწითყვაობა. ფიქრობთ ამ აზრს თანამედროვე ლიტერატურებში აუცილებლად გამოუჩნდებიან ოპონენტები, თუმცა ვნახოთ. სარკეში გასულ კვირას ისევ გაგრძელდა ფეხმძიმობა მშობიარობის თემა და ვფიქრობთ კიდევ დიდხანს არ დასრულდება. მოკლედ თუ ოჯახის შექმენით და შვილის გაჩენაზე იწყებს ზრუნვას, შორს ნუწახვალთ რადგან რჩევა დარიგებებს, ქართული ჟურნალ-გაზეთები პირდაპირ ვარსკვლავების ცხოვრებიდან გთავაზობენ. მოკლედ ეს კონსულტაციის ბეჭდური ვარიანტია. გასულ კვირას ამ მიმართულებით რჩევებს მოდელ ლალიტო ტიკაშვილს ეკითხებოდნენ, რომელიც ფეხმძიმედაა და თავის მოვლით არის დაკავებული. ამავე ჟურნალში, ანუ სარკეში საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ურთიერთობა მოდასთან თეონა თავარდკილაძემ და ვის და რატომ უკერავს ტანსაცმელს ცნობილი დიზაინერი. ვიდრე მომღერალი გიგა კვენეტაძე რუსეთში გააგრძელებს თავის სტუდიურ მუშაობას, მანამდე მასთან საუბრის ხასიათზე ჟურნალ ელიტარულ ქრონიკაში არიან. აქვე ირკვევა, რომ გიგა პატარაობისას ისეთი ცელქი იყო, რომ ერთხელ დაეცა, გული წაუვიდა, რის გამოც მამიდამისმა წყლით სავსე აუში ჩააყუდა თავით, თავად კი ბოძზე აძვრა და იქიდან ყვიროდა ცოცხალია თუ არა ბავშვიო. მოკლედ კვენეტაძე საბედნიეროდ ცოცხალია და ჯერ კიდევ არის სიმღერის ხასიათზე, თუმცა ხანდახან, როდესაც ყავას ადუღებს, მას დენი მაინც არ ყავს. სამაგიეროდ ჟურნალ თბილისელებში მშვიდად საუბრობენ კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილის შესახებ, თანაც მისივე კლასელები ზუმბა, ანუ ზაზა კორინთელი, აჩიკო გულედანი და ნიას დიასამიძე. აი ესეთი იყო პრესის მოკლე მიმოხილვა კვირის ინფორმატორის ეთერში. ამავე რუბრიკაში ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 1 კვირის შემდეგ შევხვდებით. ბავშვობაში ყოველთვის გვეუბნებიან, შეუძლებელი არაფერია თუ რაიმეს გულით მოინდომებ, აუცილებლად აგისრულდებაო. ალბათ ასე გულით სურდა და რაც თავარია ჯეროდა დღევანდელი ტელეპორტრეტის გმირს, რომ ის სასწაულებს მოახდენდა, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი სწავლა და მუშაობა იქნებოდა საჭირო. გავიდა დრო და დღესდღეობით ბატონი ივა კუზანოვი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანია. თავისი პროფესიის წყალობით მან მართლაც ბევრი სასწაული მოახდინა. და სწორედ ამ ადამიანზე და მის სასწაულებზე გიამბობთ დღეს ინფორმატორის ტელეპორტრეტში. მე კი აქვე დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. კარგად ზანდებოდეთ. ივა კუზანოვს მარტივად შეუძლია შეცვალოს თქვენი გარეგნობა და იმ პრობლემების გარეშე დაგტოვოთ, რომლებზეც უმეტესად სარკის წინ დგომისას ფიქრობთ. ამ შემთხვევაში კი ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სქესს განეკუთვნებით, რადგან მისი პაციენტები, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, საკუთარი ფიზიკური ნაკლის შესახებ ამ კაბინეტში თავისუფლად საუბრობენ. ოპერაციის შემდეგ კი შთაბეჭდილებებს აი ამ წიგნში წერენ. ოპერაციები კი მის კლინიკაში თითქმის ყოველდღე კეთდება, თუმცა პაციენტების უმეტესობა ალბათ რთულად თუ წარმოიდგენს თუ ვის და როდის გაუკეთა პირველი ოპერაცია, მაშინ ჯერ კიდევ არაპროფესიონალმა ქირურგმა ივა კუზანოვმა. ბავშვობაში პირველი ეგეთი თუ შეიძლება ითქვას ოპერაცია გავაკეთეთ ციკლზე. ვიღაცა მესროლა ტირის თოფი და მომარტყა ფეხში, მოტეხილი ფეხი ჰქონდა და სპიჩკის ღეროები და იმეებით აუდგინეთ მოტეხილი ფეხი. გაიქცა ის და ახლა მე მაგის ბედი უკვე არ ვიცი. ყველაფერი კი ცნობილი მოდელით დაიწყო და განვითარდა. ივა კუზანოვი ექიმების ოჯახში გაიზარდა, სადაც სხვადასხვა ოპერაციის შესახებ საუბრები ხშირად ესმოდა, უმეტესად კი ქირურგი მამისგან. საბოლოოდ ქირურგობა ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევის გამო გადაწყვიტა, რომელმაც მასზე წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რუსეთიდან იყო ჩამოსული ცირკი
თელი გვარი კანტახონა იმებზე ვარჯიშობდნენ ბაგირზე და ჩამოვარდა ულამაზესი გოგო, ქალიშვილი ოჯახის და დაიმტრა მთლიანად, ეს კი ჩამოვარდა 15 მეტრის სიმაღლიდან. მიიყვანეს საავადმყოფოში, გამოიძახეს მამაც ჩემი როგორც მორიგე. Ну, მიდიოდა ბრძოლა სიკვდილ სიცოცხლეს შორის და იქით აქეთ გადარჩა ეს გოგო, კარგად გახვდა. გავიდა ერთი წელიწადი და მოდის წერილი უკვე ფოტო თავის ფოტოთი ეს ულამაზესი გოგო ისევ ვაგირზეა და ასრულებს თავის ნომერს. სამედიცინოზე მახაჩკალაში ჩააბარა. თუმცა გარკვეული პრაქტიკა სტუდენტობამდეც ჰქონდა მიღებული. საავადმყოფოში სანიტრად ჯერ კიდევ მე-9 კლასში ყოფნისას მოხდა. მოგვიანებით კერძოდ კი მეორე კურსიდან უკვე ექთანი იყო. საბოლოოდ დიდ ქირურგიაში გადაინაცვლა. პირველი სერიოზული ოპერაცია კი ისევ სტუდენტობისას გააკეთა. იყო ეგეთი ნოდარ დარჩია მორიგე ექიმი მამაჩემი არ მაძლევდა რომ თვითონ გამეკეთებინა ოპერაცია თავის მორიგეობაზე გამაკეთებინა კუჭის რეზექცია ეს იყო ჩემთვის სასწაული პირდაპირ აი ეს იყო პირველი რომელიც არასდროს არ დამავიწყდება მართალია ივაკუზანოვს ზოგადი ქირურგიისთვის ამზადებდნენ თანაც მამის ინიციატივით თუმცა მან საბოლოოდ მაინც სისხლძარღვთა ქირურგია აერჩია მიკროქირურგების ჯგუფში მამისგან დამოუკიდებლად მოხდა თანაც რუსეთში და დღემდე თვლის რომ ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ამავე პერიოდში ივაკუზანოვი იმ ჯგუფთან ერთად მუშაობდა, რომელმაც პირველად დაიწყო მაშინ ჯერ კიდევ წარმოუდგენელი ოპერაციების კეთება, ხელის მტევნებისა და თითების აღდგენა. ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და შექმნა ჯგუფი, რომელიც მიკროქირურგიულ ტექნიკას უკვე თბილისში ეუფლებოდა. პირველი თითი მივაკერეთ და ყოფილ საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე პირველები მივაკერეთ ბავშვს მივაკერეთ მტევანი მთლიანად. ესე იგი მამუკა ცნობილი მამუკა იყო, რომელზეც თან ბევრი დაიწერა, მე მოსკოვიდან ჩამოვიდა ეს ჩვენი მასწავლებელი პროფესორი კრილოვი და ეხლანდელი აკადემიის აქჩურინი და მაგათმა დაგვეხმარეს უკვე მეორადი ოპერაციის ჩატარება, რომ მოძრაობა აგვევდგინა მაგ თითებში. ამავე კლინიკაში მოხდა ყველაზე გახმაურებული შემთხვევა. ერთ დღეს სამსახურში მოსულ ივაკუზანოვს კაბინეტში ის პაციენტი დახვდა, რომელმაც მას სქესის შეცვლას თხოვა. თუმცა ასეთი შემთხვევები დღეს მოულოდნელად ნამდვილად აღარ ეჩვენება, რადგან ასეთი ტიპის 4 ოპერაცია უკვე წარმატებით აქვს დასრულებული. რიგში კიდევ 2 მსურველია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კიდევ 10 ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მოკლედ ეს ისტორია ასე ვითარდებოდა. ერთხელაც მოვიდა პაციენტი მეგონა რომ შემოდის მამაკაცი ჩაცმულობით ყველანაირად მან ცოტა ხმა რაღაცნაირი ჰქონდა. მეუბნება რომ მე 5 წელიწადი მოსკოვში ვიყავი დაკვირვების ქვეშ და გამიკეთეს პირველი ეტაპი ოპერაციის. ვეკითხები რა ოპერაცია გაიკეთეს და მე ჭეშმარიტი ტრანსექსუალი ვარ და გამიკეთეს პირველი ეტაპი, ეს კი მომაცილეს მკერდი და ქალთა ორგანოები. და ახლა მინდა ბოლო ეტაპი, ესე იგი ფალოსის შექმნა, რომ ვიყო სრულყოფილი მამაკაცი. ну, პირადად მე და ჩვენ თანამშრომლებს ძალიან გაგვიყვირდა, იმიტომ არც ვაპირებდით ეგეთი ოპერაციების გაკეთება, არც ყავდა ეგეთი პაციენტები საერთოდ, ეს თვითონ მოგვადგა ეგრე. მაგრამ საბუთები რომ ნახეთ, იმ საბუთებში ყველაფერი ეწერა, რომ მოსკოვში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 5 წელიწადი და სექსოპათოლოგი 5 წელიწადი ავარია დაკვირვების ქვეშ იყო და მისცეს უფლება, ეს მაშინ საბჭოთა კავშირის დროს იყო. მისცეს უფლება ქირურგიული მეთოდით შეეცვალოს სქესი. და ეს ოპერაცია ჩვენ შევასრულეთ. ივაკუზანოვის პაციენტების სიაში მხოლოდ ქართველები არ ეწერებიან. მასთან ოპერაციისთვის ხშირად სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. მართალია ყოველას თავისი პრობლემები აქვს, თუმცა ივაკუზანოვმა ზუსტად იცის სხეულის რომელი ნაწილის კორექციას ითხოვენ ყველაზე ხშირად ამავე კლინიკის პაციენტები. ყველას აქვს დიდი ცხვირი და პრობლემა აქვს ცხვირთან დაკავშირებით. და ჩვენც ეგრე პირველ ადგილზე დგას რინოპლასტიკა. მერე მოდის ლიპოსაქცია. ეს ლიპოსაქცია არის ფიგურის კორექცია ქირურგიული მეთოდით, ცხიმის ამოტუვა. მერე მოდის სახის კანის დაჭიმა გაახალგაზრდობის მიზნით, ყურების
ცოტა დავატარაება, ან გასწორება კერძზე ძალიან ხშირი ანი პატარაებენ, ან უფრო გადიდებაზე აუგმენტაცია კეთდება. მამაკაცები ეს რინოპლასტიკაზეც მოდიან. აქ ახალგაზრდები უფრო და უფრო ასაკიანი ვთქვათ 40 წლის ეს უკვე ღრიპებით, აი ღრიპების მოსაცილებლად იქ წინათ თბილისში თუ გადიოდა მამაკაცი და კამარი ჰქონდა ქვედა ზევი და ჰქონდა მუცელი ეს იყო რაღაცა მამაკაცური ეხლა არა ეხლა ყველას უნდა იყოს კოხტა ივაკუზანოს ხშირად ქონია ასეთი შემთხვევებიც თქვი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა სახეზე იმიტომ სახეს თვლის ძალიან და ყველაც რატომღაც აი ვინც იკეთებს ოპერაციას მე სულ აკვირდება თავის თხრის. აქეთ მარჯვნივ დაბალია, მარცხენა ნესტოზე უფრო ვიწროა და ამ დროს საერთოდ ღმერთი ადამიანს აჩენს ასიმეტრიულად. ასიმეტრიაში დებს სილამაზე, მაგრამ ეს ძნელი გასაგებია მე პაციენტისთვის. მაგრამ არის როცა არა აკმაყოფილი. ივაკუზანოვი, რომელიც დღეში რამდენიმე ოპერაციას აკეთებს, სხვა ქირურგების მსგავსად ნამდვილად არ მიმართავს თუნდაც ყველაზე მსუბუქ რიტუალებს. საოპერაციოში შესვლამდე იგი ასე იქცევა. ვცდილობ რომ კარგად გამოვიძინო, დილას ვჭამო ძალიან ცოტა და აი ოპერაციის სანამდე შევალ ერთი 10 წუთი დავწვე დავხუჭო თვალებით და გავითიშო. თulis რომ ქირურგი აუცილებლად უნდა იყოს აზარტული, რადგან ამის გარეშე მიღწეული შედეგით ტკბობა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება აზარტულობას კლინიკის გარეთ, ამ მხრივ ივაკუზანოვი მხოლოდ მანქანის სწრაფად ტარებითა და მთაში სიარულით შემოიფარგლება. თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ აქვს, რადგან დროის უმეტეს ნაწილს სწორედ კლინიკაში ატარებს. მოკლედ თუ გადაწყვიტეთ, რომ აუცილებლად გჭირდებათ სხეულის კორექცია, მაშინ შეგიძლიათ ივაკუზანოვს მიაკითხოთ და კონსულტაცია დაახლოებით ასეთი მოდელით გაიაროთ. გაბრძანდით. გისმენთ? აი მაგალითად რა გნებავთ? გაც ლიპოსაქცია. დიახ, რა ადგილების? თეძოებს. დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის გამოწვეული ზედმეტი ცხიმით? როგორ გითხრათ, მაგდენი არის? მაშინ უნდა გაგსინჯოთ. ესე იგი, უნდა გნახოთ. აი გვაქვს ოთახი, სარკეთ, დავდათ გნახოთ. მოემზადეთ. ესეთი რომელიც ყველა ნაკოს აჭერებს. დიახ, ეს ის სარკეა, დიახ. ანუ აქ პაციენტი როდესაც შემოდის აქ პაციენტი ფეხის თითებიდან თმამდენ ყველაფერი ჩანს და ყველა ნაკლი ზუსტად აი აქ ჩდება. იმიტომ ცალკე რო ნახო ვთქვათ თეძოები ან ცალკე რო ნახო მკერდი ეს ინფორმაციას არ გაძლევს. მთლიანობაში უნდა ნახო. იმიტომ ხო არის პაციენტები რომელიც ვთქვათ ქვედა ნაწილი უფრო დაბალია, ზედა ნაწილი უფრო მაღალია. აი ამაში უნდა იმუშაოს, რომ მარტო ლიპოსაქცია კი არ კეთდება, კეთდება როგორც ლიპოსაქცია, ეგრევე ლიპოსკულპტურა. მენტალიტეტი ჩვენი ხალხის ამ 10 წელიწადში ისე შეიცვალა, არ ვიცი როგორ ვიცით. წინათ ქალს როცა შემოვიდოდა ქალი და ვთქვათ ვენები ჰქონდა და ეტყოდი გაიხადეთ ჩულკი რომ ვნახო ვაიმე როგორ უნდა გავიხადო მწვენია რაღაცა პრობლემები ჰქონდა ეხლა რომ მოდიან ქალებიც გოგოებიც და ეუბნები რომ აი ვთქვათ გალიფეა გაქვს და უნდა გაიხადოთ გაშიშვლდეთ თიან შევძანეთ ეგრევე შედიან მზართ ავარ იქიდან